გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით წმინდა გიორგის სახელობის ილორის მეტოქიონის სამონასტრო კომპლექსში წირვა-ლოცვა აღევლინა. აღსანიშნავია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას რამდენიმე წლის წინ ყოველგვარ ბოროტებაზე გამარჯვებისა და აფხაზეთში დაბრუნების ნიშნად იერუსალიმიდან ჩამობრძანებული სადაფის ჯვარი გადასცა. Იერუსალიმიდან გადავსევთ აფხაზეთის ხელისუფლებას, რომელიც შეინახავს ჩვენს შესვენებას. წმინდა გიორგის ხსენების დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის რუსლან აბაშიძის გადაწყვეტილებით საქართველოს პატრიარქის მიერ გადმოცემული სადაფის ჯვარი თბილისში მშენებარე წმინდა გიორგის სახელობის ილორის ტაძარს გადაეცა. სრულიად საქართველოს მინდა მიულოცოთ გიორგობის დღესასწაული, მინდა უსურვო ყველას ჯანმრთელობა, ბედნიერება, რაც უთამვარია ის გამძლეობა და რწმენა, რაც გააჩნდა წმინდა გიორგის. ჩვენი უწმინდესი და უნეტარესის პატრიარქის მიერ ნაჩუქარი ჯვარი ჩვენ გადმოვაბრძანეთ ამ ეკლესიაში და მინდა მადლობა გადაუხადო მოძღვარს და მრევლს. მინდა სრულიად საქართველოს მიულოცო გიორგობის დღესასწაული. ქართველი ხალხისთვის ძალიან ძვირფასი დღე არის, დღევანდელი დღე, გამომდინარე წმინდა გიორგის განსაკუთრებული მფარველობისგან თბილისში მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხებით 2011 წლიდან დაიწყო ილორის წმინდა გიორგის ტაძრის მშენებლობა და დრო და დრო მშენებლობასთან ერთად აქ მოდიან ადამიანები, რომლებიც გარკვეულ სულიერ საზრდოსაც იღებენ, ისევე როგორც კულტურულს და ვცდილობთ ამავდროულად მატერიალურიც იყოს ეს. დიდი მადლობა უნდა გადაუხადო აფხაზეთის მთავრობას, მისი უწმინდესობის მიერ ნაჩუქარი სადაფის ჯვარი იქნა დღეს ჩვენთან მობრძანებული ტაძარში, რომელიც აქ დაბრძანდება და ისე როგორც უწმინდესმა აკურთხა მაშინ, როდესაც ის გადასცემდა ამ ჯვარს, რომ ამ ჯვრით უნდა შევსულიყავით ჩვენ აფხაზეთში, ღმერთმა ინებოს, რომ ძალიან მალე ეს ასეც მოხდეს. სადღესასწაულო წირვა-ლოცვას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ჯვარი საბოლოოდ ბინას დაიდებს იქ, სადაც არის ილორი და ილორის წმინდა გიორგის ეკლესია. მე ამაში ვარ დარწმუნებული. ეს ჯვარი აუცილებლად დაგვეხმარება ჩვენ ამ მიზნის მიღწევაში. პატრიარქის ლოცვა კურთხებით იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ იმაში, რომ ეს ჩვენი ოცნება აუცილებლად აღსრულდება. წმინდა გიორგი იცავდა და დღესაც იცავს საქართველოს, ამიტომ გიორგობის დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოში, ისტორიულად ასე მოდიოდა და ასე გრძელდება დღემდე. როდესაც ქართველი მეფე-მთავრები ერთმანეთს ეკიშებოდნენ წმინდა გიორგის დღესასწაულზე, მყარდებოდა მშვიდობა და ყველა ლოცულობდა, ყველა იყო ერთიანი, საქართველო იყო სულიერად ერთიანი და იმედი უნდა ვიქონიოთ და მე ამაში ეჭვი არ მეპარება, წმინდა გიორგის მადლით ჩვენ გავაერთიანებთ საქართველოს. წმინდა გიორგის მადლი და ძალა ფარავდეს ჩვენ ქვეყანას და ასეც იქნება, ზუსტად დარწმუნებული ვარ. ამ ტაძრის დიდუბის რაიონში არსებობას ჩემთვის როგორც რაიონის გამგებლისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ 6000-მდე დევნილი მყავს რაიონში და მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ილორის წმინდა გიორგის ტაძრის არსებობა დიდუბის რაიონში. მე როგორც რაიონის გამგებელი ტაძარს არ მოვაკლებ ყურადღებას, რადგან ეს გარკვეულწილად ასოცირდება ჩემი მოსახლეობის იმ კუთხესთან, საიდანაც ისინი არიან წამოსულები, იძულების. აღმოფრენით მომდივართ ამ დღეს ტაძარში. საერთოდ მთელ საქართველოს ულოცავ, განსაკუთრებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს. წმინდა გიორგის მთავარი ეკლესია, რომელიც ილორშია და მისი სახელობის ტაძარი შენდება ამ ადგილას, განსაკუთრებული სიძლიერით დაგლოცავს ალბათ ყველას ერთ-ერთ საქართველოს მომავალი გაერთიანებისათვის, აფხაზეთში დაბრუნებისათვის. კარგია ასეთი სიმრავლე როა ჩვენს ტაძარში. დღეს გიორგობის დღესასწაულია, ყველას მიულოცავ მთლიანად საქართველოს ამ დიდებულ დღესასწაულს. წმინდა გიორგის მადლით და წყალობით იმედია მალე
გაერთიანდება საქართველოს. პირველ რიგში მოგესალმებით, როგორც წარით აღდგომას, ასევე გილოცავთ გიორგობას, უსურვებ საქართველოს, რომ გაერთიანდეს.